გიორგი გორგოძე ამ წუთებშიც თავს შეუძლოდ გრძნობს, ის ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა იურისტებთან გაიარა კონსულტაცია და მისი მოთხოვნა არის, რომ თუ კლინიკაში არ გადაიყვანონ საპატიმრო დაწესებულებაში და იურისტები სწორედ ამ წუთებში გადიან დამატებით დეტალებს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებთან და თუ მათი მხრიდან იქნება თანხმობა, რომ ერთი ბრალდებული ციხეში დააბრუნონ გორგაძე თანახმაა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ დაესწროს. მას დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც ადგილზე. აქ იყვნენ ექიმები, გაუწიეს პირველადი დახმარება, ოჯახს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ის კლინიკაში კვლევებისთვის გადაიყვანოთ, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა სხდომა გააგრძელა. ამ წუთებში იკითხება ექსპერტი ვალერიან მესხი, ეს არის ის ექსპერტი, რომელიც გუშინ 11 სინდისის პატიმრის საქმეზე გამოიკითხა. აქაც ირკვევა, რომ რამდენიმე ვიდეო ერთ ვიდეოგრამად არის გაკეთებული და იურისტებს ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით ექსპერტმა მიუთითა თუ არა საქმეში, რომ ვიდეოებს აღენიშნებოდათ მონტაჟის კვალი, თუმცა მოწმე ამბობს, რომ ასეთი კითხვა საქმეში არ დასმულა, სწორედ ამიტომ მან საჭირო და არ ჩათვალა, რომ ეს დეტალი დასკვნაში დაემატებინა. აქვე იყო საინტერესო გარემოება, მოწმეს ჰქონდა თან დოკუმენტები, სადაც ადვოკატმა გუჯა ასაჯანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მოწმეს კალმით ჰქონდა მინიშნებები მიწერილი, სწორედ ამიტომ თამარ მჭედლიშვილს მიმართა და სთხოვა, რომ ეს ფურცელი ჩამორთმეოდა მოწმეს და ამ დოკუმენტით აღარ ეხელმძღვანელად ეს მოთხოვნა თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა და ახლა მოწმეს თან აქვს რამდენიმე ტომი საქმის და ამ ტომების მიხედვით ხელმძღვანელობს და ასე აძლევს სასამართლოს ჩვენებას. პროცესის დაწყების დროს ეს ბრალდებულები შემოვიდნენ სასამართლო დარბაზში. აი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ადვოკატები ხვდებოდით ჩვენ განსაზღვრულ პირებს, აი იმ დროს გახდა გიორგი გორგაძე შეუძლოდ. შესაბამისად მოსამართლე მომენტში ამჩნია და ვნახეთ, რომ გორგაძე იყო შეუძლოდ, ჰქონდა ასე ვთქვათ ფერი დაკარგა. შემდგომ მოსამართლის მითითებით დაუყოვნებლივ იქნა ექიმი გამოძახებული დარბაზში. ექიმმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მისი განცხადებით, რამდენიმე დღის უკან ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი გიორგის და ასევე შესაბამის პროცედურებს გადიოდა და მედიკამენტებს იღებდა. შესაბამისად, ექიმის განცხადებით მან თქვა, რომ აღნიშნული ფილტვების ანთების მკურნალობას თან სდევს შემდგომ პერიოდს, წნევაც და სხვა პარამეტრებიც ექიმის განცხადებით იყო ნორმაში. შესაბამისად, ექიმმა გასცა რეკომენდაცია, რომ გამოძახებული იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ ეტაპისთვის უკვე მოსულია სასამართლოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გიორგი გადაიყვანეს, რომ მიიღოს საკვები, იმიტომ რომ ასევე მისი განცხადებით, როგორც გიორგი განაცხადა, იყო მშიერი და შესაბამისად, ის ახლა ამ პერიოდში მიიღო საკვები. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ექიმის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი. დღეს ვრცელი სიტყვა ჰქონდა გიორგი ახობაძეს, როდესაც ის სასამართლოს თანდასწრებით გამოიკითხა. ამის შემდეგ უკვე პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა დასკვნითი სიტყვა თქვა სასამართლოში და როგორც იურისტები განმარტავენ, დღეს პროკურორმა ახალი დეტალები დაამატა საქმეს, ის დეტალები, რომელიც საქმის მიმდინარეობის დროს საერთოდ არ უთქვამს. მაგალითად, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ დღეს შმაგი გობეჯიშვილმა თქვა ახალი დეტალი, რომ თითქოს გიორგი ახობაძე სანაპიროზე იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში ავტომობილით, არა და თავად ბრალდებულიც ამბობს, რომ ის სანაპიროზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა. არის ახალი დეტალი ასევე ისიც, რომ პროკურორმა დღეს თქვა, რომ სავარაუდოდ გიორგი ახობაძე სანაპიროზე იმყოფებოდა, იმიტომ რომ ნარკოტიკული ნივთიერება მოეძებნა. პროკურორის დასკვნითი სიტყვა მხოლოდ გამომდინარეობდა პოლიციელთა ჩვენებებზე და გარდა პოლიციელთა ჩვენებისა არც ერთ ექსპერტთან დაკავშირებით, არც ერთ ნეიტრალურ პირთან დაკავშირებით არანაირი ყურადღება მას არ გაუმახვილებია. შესაბამისად, მან მხოლოდ ცალმხრივად შეაფასა მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მოკლებულია უთყუარობას და რა თქმა უნდა ამავდროულად არ არის დამაჯერებელი. და გარდა ამისა, პროკურორმა რამდენიმე ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მთლიანად არსებითი განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გამოგვიკვლევია და შესაბამისად არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. სისხლის სამართლის საქმე მთელი მასალები დაწყებული პატაკიდან დასრულებული ბოლო მტკიცებულებით არის ყალბი და ამავდროულად ერთ-ერთი ცრუ არის პროკურორის დასკვნითი სიტყვა.
მას შემდეგ რაც ვალერიან მესხის გამოკითხვა დასრულდება, საინტერესოა რომელ მოწმეს წარმოადგენს დღეს პროკურატურა, ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია არ აქვს იურისტებს და ისინი ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან, ასევე მოლოდინის რეჟიმშია სინდისის პატიმარი გიორგი გორგოძეც, რომელიც დღეს პროცესზე ცუდად შეუძლოდ გახდა, მოითხოვა სამედიცინო დახმარება გაწეოდა და გადაიყვანათ კლინიკაში, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ამიტომ ახლა პატიმარი იძულებულია, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესს აღარ დაესწროს და დაბრუნდეს საპატიმრო დაწესებულებაში.